ბორჯომმა დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. საქართველოში აკრედიტებული ელჩები თავდაპირველად ბორჯომ პარკს ესტუმრნენ, სადაც მინერალური წყალი დააგემოვნეს. კომპანია IDS ბორჯომის საქართველოს წარმომადგენლებმა სტუმრებს ბორჯომის წყლის წარმოების შესახებ ისტორია გააცნეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწყოს სტენდი, სადაც გამოფენილი იქნება ჩვენი ისტორია, თუ როგორ ხდებოდა, როგორ დაიწყო ბორჯომის ჩამოსხმა. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები, არ მოველოდი ასეთ სილამაზეს. მე ბორჯომი ვიცოდი როგორც მინერალური წყალი, არაფერი ვიცოდი მისი ბუნების შესახებ. აქ ნამდვილად შთამბეჭდავი გარემოა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ბორჯომში საინფორმაციო შემეცნებითი ტურის ფარგლებში ჩამოვიდნენ. ტური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების გაცნობას და პოპულარიზაციას. Დავნერგეთ ახალი ტრადიცია, რომ წელიწადში ორჯერ მოვაწყოთ ესეთი დიპლომატიური ტური დიპლომატიური კორპუსისთვის და გავაცნოთ მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხე. ეს არის მეორე ასეთი ღონისძიება, პირველი იყო კახეთში შემოდგომაზე და ეხლა გავაფართოვეთ, დავპატიჟეთ როგორც გითხარით, არარეზიდენტი ელჩები და გვინდა გავაცნოთ სამცხე-ჯავახეთი. 100 ელჩის ვიზიტთან დაკავშირებით კიდე მინდა ვთქვა, რომ არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ უფრო საინვესტიციო გარემო შეიქმნას, დაინტერესდნენ და მათ ქვეყნებში უფრო მეტად ინფორმაცია მიეწოდოს ბორჯომ კურორტთან დაკავშირებით, რომ ეს ადგილი აუცილებლად არის ის ადგილი, სადაც ყოველთვის იყო ისტორიულად ტურიზმისა და ურთიერთობის ცენტრი. ბორჯომ პარკიდან დიპლომატებმა ლიკანში გადაინაცვლეს, სადაც რომანოვების სასახლე დაათვალიერეს და მის ისტორიას გაეცნენ. ამის შემდეგ ელჩები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. პრემიერი შეხვდა ყველა 100 მეტ ელჩს, ყველას ჩვენ გავაცანით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ვაცნობთ, რამოდენიმე დღიანი ტურია დაგეგმილი და ძალიან კარგია, როცა მათ ექნება სრული ინფორმაცია საქართველოს ისტორიაზე, მის ტურისტულ შესაძლებლობებზე და ისინი ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, გაიტანენ საკუთარ ქვეყნებში და იმ ტურისტულ სააგენტოებში, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ტურისტს ჩამოიყვანენ ყველა ამ მიმართულებით. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ბორჯომიდან ახალციხეში გაემგზავრნენ, სადაც მათ რაბათის ციხე დაათვალიერეს.